არის თუ არა ნეტა აქ. ბიზნეს ცენტრში ხო აღარ ცხოვრობს ოლიგარქი. მე ვგონია რომ ისე ვიქარის და სინამდვილეში არის. ხო, ხალხზე უფრო მაგლა ხო იყო და ეხლა რაც დრო გავიდა, სანქციები მიუახლოვდა ხალხის წრომაც, ისეთ ადგილზეა, სადაც პრინციპში აქციის ჩატარება ძალიან გაჭირდება. ხო, აქციის ჩატარება ძალიან გაჭირდება და ზოგადად იზოლაციაში ყოფნა, ხო, მგონი ძალიან სიამოვნებს მას. მაყურებელმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილი ცხოვრობს პანორამა თბილისის ძალიან გახმაურებული პროექტი იყო რეზონანსი მოყვა პროტესტიც, მაგრამ დაიწყო მაინც ამის მშენებლობა. პანორამა თბილისის ნაწილია მოკლედ. ერთი ეს ობიექტი. ერთ-ერთ თავარ შესასვლელთან მოვედით. ეს არის საქველმოქმედო ფონდის შემადგენელი კომპანიის საკუთრება. ანუ ბიძინა ივანიშვილმა ხო თქვა, რომ მთელს თავის ქონებას საქველმოქმედო მიზნებისთვის არიტოვებს არაფერს და აძლევს ფონდ ქართულს. ხო, მაგრამ ელისო, მას ხომ არ უთქვამს ქველმოქმედებას ვისთვის გაწევდა და როგორც ჩანს თავის თავი იგულისხმავ, ხო? ბიძინა ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი ეხმარება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. ხო, ანუ სახლი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს, რეალურად ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და მოდი მაყურებელმა განსაჯოს, არის თუ არა ეს ერთი ან ქველმოქმედება და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ივანიშვილმა მართლაც თავისი საკუთრება ვინმე საჩუქა. პანორამა თბილისის პროექტი ითვალისწინებდა რამდენიმე ობიექტის მშენებლობას. მხოლოდ 2 დასრულდა, ერთი სასტუმრო, რომელიც თავისუფლების მოედანთან არის და აი ეს სადაც ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენი მშენებლობის ნაწილი ძირითადად არის შეჩერებული. ამას ახლა იმიტომ კეტავენ, რომ ჩვენ მოვედით და ხო, როგორც ჩანს, მაგალითის იმედად ვერ დარჩნენ და რაღაცა დამატებით კიდე ბარიერი. ნუ იქ შეჭრას არავინ არ აპირებდა ბატონო იუბილა რომ ბიძინა ივანიშვილი. უნდა გაგვეკეთებინა ალბათ მაქსიმუმ შეგვეძლო პრემიერა ლამაზი. ხო. 69 წლის გახდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რაც დრო გადის. სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება ჩვენ გვახსოვს გურამის პერიოდი, როდესაც მას კითხვებს უსვამდით. მედიისგან შორს, ხალხისგან შორს და სანქციებთან ახლოს. დარწმუნებული ვარ, ამ დიდ სასახლეში რაღაც საგამოფენო სივრცეც ექნება ალბათ, ხო? და მისი ცოლის საყვარელი ნამუშევრები გამოფენილი აუცილებლად იქნება და არის ესეთი ვერსია, რომ შესაძლოა უცხოეთიდან დაბრუნებული შემოტანილი ეს თავისი ცნობილი ნამუშევრები სწორედ აქაც ინახებოდეს არის. რის გამოც მიიღეს ოფშორული კანონი, ნუ არა მარტო ამ ნახატების გამო, მაგრამ შეძლო ყოველ შემთხვევაში ამ ოფშორული კანონის მიღების შემდეგ, რომ ასეულობით მილიონი არ გადაიხადა ბიუჯეტში და ძალიან თვალნათელია სხვაობა ოლიგარქსა და რიგით მოქალაქეებს შორის, აი ელემენტარულ ნივთებს როცა ვიწერთ, რამდენის გადახდა გვიწევს ხოლმე. აი ტემუდან დააბაზონდა. რა ვიცი, 100 ლარს ბიძინა ივანიშვილი არაფერს იხდის და რა ვიცი, ეს ქვეყანა მოკლედ გამოიყენა მართლა როგორც საკუთარი ეზო, კანონები ბიძინა ივანიშვილისთვის იწერება, რომ მან რაღაც დამატებითი ხარჯი არ გაწიოს თავისი კომფორტის შექმნისთვის, მისი ჯიბის პარლამენტი, რასაც უბრძანებს, იმას დაწერს და ხელს აუწერს და უკვე ისწავლეს ღილაკებზე დაჭერაც სწორად და ესეც შეუძლიათ და მოკლედ ემორჩილებიან ბოლომდე. აი ესეთ რეალობაში ვცხოვრობთ, შემოღობილშია თვითონ და შემოღობილში ვართ ჩვენც, რა ვიცი. და ერთი საინტერესო დეტალი, როდესაც საუბრობენ ხოლმე ამ ნახატების შემოტანაზე და რაღაც მინიშნებები გააკეთეს სახელისუფლებო პირებმა, რომ თითქოს აი ეს ქველმოქმედებაა ისევ. ჩავთვლიდით ქველმოქმედებად ამ ნახატების ნახვის საშუალება მაინც რო გქონდეს მაყურებელს ან ტურისტები მოიზიდოს ამის გამო. ასფალტი ვჭამოთო და ეხლა ნახატები ვჭამოთ ბატონო ბიძინა. აი ამ ნახატებსაც კი შეუძლია სიკეთე გააკეთოს, ტურისტები მოიზიდოს ქვეყანაში, ან რა ვიცი, რიგით მამოქალაქეებმა დაათვალიერონ, მაგრამ ან აქ არის გამოკეტილი, ან არის ვერსია, რომ ეროვნული ბანკის საცავში. ამ ტერიტორიამ და ამ სასახლემ გამახსენა უკრაინის მოვლენები, როცა ხალხი შევიდა მეჟიგორიეში იანუკოვიჩის კუთვნილ სასახლეში და იქ აღმოაჩინეს მათ შორის ძვირფასი ნახატები, რაც კორუფციით იყო შეძენილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვუსურვებ, რომ ხალხს დაუბრუნოს ივანიშვილმა ის, რაც მოპარა, იმიტომ რომ ეს არის ქურდობა, რასაც ის დღეს აკეთებს. აი ჩვენს რაღაცა ბიუჯეტს, ჩვენს კუთვნილ რაღაც კანონებს თვითონ იფორმებს და ხალხს უნდა დაუბრუნდეს ეს ყველაფერი. რა ვუსურვოთ იუბილარს?
რა ვუსურვოთ? ჩვენ თავს უსურვოთ, რომ თავი დაგვანებოს. იუბილარს რა ვუსურვოთ? რა ვუსურვოთ იუბილარს? აი ძალიან საინტერესო კითხვა. მოდი მოქალაქეებს ვკითხოთ, ხო? რას უსურვებდით? ხო, არა გაქვთ რამე. ივანიშვილს მე საქართველოში კარგახანი არ მიცხოვრია, ჩემთვის ეს პოლიტიკური სპექტრი უცნობი არის. ასე რომ კონკრეტულად მე როსხვისი ნათქვამი გავიმეორო, თავისთავად საქართველოში მიმდინარე პროცესები არ ვეთანხმები, არ მომწონს. აშკარად ცვლილებები არის საჭირო. ჩემი აზრით, მაგრამ აი პერსონალურად ივანიშვილთან რამე სურვილი გაქვთ? ხო, დაბადების დღე აქვს და რამე ვუსურვოთ? არა, არ ვიცნობ. რამის ხომ არ უსურვებთ ივანიშვილს? რავი, ვუსურვებდი ჯანმრთელობას, დიდხანს ყოფნას, ბედნიერებას. რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს უსურვებდი. ივანიშვილს კი არა, ნებისმიერ ადამიანს ამას უსურვებ. მინდა რომ ხანდახან დაფიქრდეს ხოლმე არა მარტო თავის ბიზნესებზე, არამედ ხალხის ცხოვრებაზე, რომელზეც არ ფიქრობს არასდროს. და მინდა რომ ცოტა ოდენი სიკეთე მაინც ჩარჩას გულში, რადგან ადამიანები ისეთ გაჭირვებაში არიან, რომ აღარც სიკეთის ჯერათ და აღარც რწმენა აქვთ არაფრის. სხვანაირად დაიწყო, ხო? სხვა დაპირებები ქონდა და არ შესრულდა თქვენი აზრით რამე? და შესრულდა რამე? აი მე თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო, კითხვას კითხვით შემოგიბრუნებთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ არც მე მაქვს კითხვაზე პასუხი. და რომ გვეუბნებიან რომ აი სამაგიეროდ მშვიდობა არის, ომი არ არისო. მშვიდობას ვერ დავარქმევ. შეიძლება ომი არ არის, მაგრამ არც მშვიდობა არ არის ყოველ შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილს უსურვებდი, რომ რას თვითონ თავისთვის უნდა იმის საწინააღმდეგოდ იყოს მაგისთვის ყველაფერი რა. ანუ ხალხს რაც სჭირდებოდა, რაც გვინდა, აი მაგას ჩვენ რაც გვინდა ადამიანებს, ქართველებს, მოქალაქეებს, აი იმას უსურვებდი, რომ ასრულებოდეს ჩვენი სურვილი მას. მაინც კი აი სურვილი არ არის ივანიშვილისთვის ალბათ ხო? თავისთვის. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხს რაც უნდა, ის არ უნდა ივანიშვილს? რა თქმა უნდა, ეგ უკვე ნათლად ჩანს კი არა და რა ვინც მასე არ ფიქრობს ჩემი აზრით, უბრალოდ იმასთან აზრი არ აქვს საუბარს. სამშაბათს არის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე და რამეს ხომ არ უსურვებდით? სიკეთეს და кайსაკეს. კაი გაქცია, ძალიან კაი გაქცია. ხო, თქვენთვის სასიკეთოდ რა შეიცვალა მისი მოსვლის შემდეგ? ყველაფერი სიკეთე გააკეთა. თქვენც იგივე აზრზე ხართ ბატონო? სამშაბათს არის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე და რას მეულოცოთ, სხვა არ უნდა მეულოცო. როგორ მიულოცავდით? ვერაფერს გეტყვით რა გთხოვ. არ შემიძლია, აი ერთ ნევსში მივეცი პენსია მაქვს 400 ლარი და თვალის ერთ ნევსში მივეცი 300 ლარი და 50 და თვითონ იკმარული 400 ლარი და ჩვენც გადმოგვიგზავნა. ხო, სხვა რამეს მოელოდით ალბათ. აბა რა, მის დაპირებებზე დავუბრუნდი. რა ვქენ? ხმა მიეცით თქვენ? არავისთვის არ მიცია ხმა. მაშინ დავუბრუნდი და ბიულეტენს ვავსებდი. სურვილი გაქვთ რამე? სურვილი მშვიდობა და ევროპული ცხოვრება, მაგრამ უნდა ეს შვილებისთვის. ამის ასრულებას ივანიშვილი შეძლებს? გიხვეწებით რა.